Georgian fish and caviar. ბატონო ლუკა. გაგვიძახეთ და გითხარით. დასაკეთებს თქვენი ორგანიზაცია. მოკლედ ეს კონკრეტულად არის ჩვენი საინკუბაციო ცეხი. აქ იმედის 10 გრადუსია წყალი, რომლის ტემპერატურა არის 10 გრადუსი და ტემპერატურა ავყავს 15-16-20-მდე ავყავს. ეს არის ვეისები. სადაც უშუალოდ განაყოფილებული კვირიკია რა. აქედან უკვე გადავა შემდეგ გამოჩეკილი ლიფციტი უკვე ბასეინში. თუმცა ამჟამად აქ იყო. უკვე გადმოვიყარეთ ეს არის ახლა პირველი ინკუბაციის შედეგი. აქ ყავს სიმბირული ზუთი, კონკრეტულად ეხლა ამ მომენტში მხოლოდ სიმბირული დავანაყოფიერეთ. კიდე რომელი ზუთხები ყოლიათ? როგორ? კიდე რასახის ზუთხი ყავდათ გარდა სიმბირულისა? სიმბირული, რუსული, კოლხური. კოლხურიც ყავდათ, ხო? რომელი ითვლება რომ ყველაზე კარგია და ყველაზე მაგარი? ჩვენ წლებზე ყველაზე კარგად ადაპტირებადი თევზი გასახელება დარჩა ეს, რაც სიმბირული ზუთი. სიმბირული ზუთი. ტრაფიზი და მოსავალიც რამხელა იზრდება ეს ლიფციტა, რამდენი ხდება სიგრძეში? და წონაში. ეგ არის ყვებაზე დამოკიდებული ზოგადად და მოვლაზე. ეს კონკრეტულად არის ახლა ერთი თვის გამოჩეკილია რა. ყავს ამაზე უფრო დიდი ზომებიც, ანუ ლიდერებიც, როგორც თითქა სიუძეში. ახლა ამ ცეხში 150,000 წალამდე ლიფციტი ყავს ხუთი. თუმცა ეს გავაგარეთ, დაიწყება ახალი ინკუბაცია რა. აქ უკვე ვეისებში კვირიტიდევს, გამოიჩეკება უფრო მეტი 150,000-მდე და კიდევ მესამე ჯერ წავალ უკვე რა, მესამე ინკუბაცია. ვეცდებით რომ სეზონის მოსვლამდე მაქსიმალურად ჩავეტიოთ დროში. თქვენი ბაზარი საქართველოა თუ უცხოეთშიც გადააქვთ? ლიფცით რაც შეეხება საქართველოს და ხიზილალა უცხოეთშიც გადააქვთ. ხიზილალაც ხო? დალფის ქვეყნებში ვართ ჯერჯერობით, მაგრამ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც ამერიკაში, ასევე კანადაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში რა. აი ხარისხობრივად რო შევადაროთ, ცნობილი იყო ეხლა კასპიის ზღვის ზუთი და იმათი კვირითი. ჩვენი როგორია მათთან შედარებით? აი იდეალურია. ეს წყალი ახ არის კინტრიშის დაცული ტერიტორიებია. ანუ ხარისხს რაც შეეხება წყლის ხარისხს არის იდეალური. უკეთესი ანუ არ შეიძლება რა. კასპიის ზღვას ვერ შეადარებ. ანუ ზღვა მაინც ახლა მარილიანია უფრო. ხო. კასპიის ზღვა რა მარილიანი, მაგრამ რაც არის ხო? ნუ ჩვენი ზღვა რო ავიღოთ ბუნებრივი საკვების მოყვება, ანუ იდეალური აქვს და დემონური თვისება სხვა, მაგრამ დინარეზე გაზრდას რაც შეეხება, ნუ გააჩნია რომ რა პირობებში გაზრდა. ჩვენთან ახ არის ძალიან სუფთა წყალი რა, კინტრიშია დაცული ტერიტორიებია, ნუ კანალიზაცია არ ჩაედინება და არაფერი საერთოდ, ამიტომ თევზის ხარისხზე ჩანს ეს ყველაფერი. ანუ საქართველოშიც რო ავიღოთ და სხვა მეურნეობებში რო შევადაროთ, დემონური თვისებებით გასხვავდება ბილეთ რა. ჩვენ შეიძლება მე ბასეინების დავათვალია რა. ანუ აქედან რო გაგყავს ეს ლიფციტი, ნუ პროცედურებს გადის მერე მაგასაც გაჩვენებს რა. დავიდეთ მაშინ იქით. ლუკა ბატონო 10 წლის წინ მე გახდით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. და მოხდა ისე რომ დამირეკა ირაკლი შარტავამ და მთხოვა რომ დავითო ჩემიო ძალიან ახლობელი ადამიანი არისო და რაღაცა საკითხები აქვს რომელიც დაკავშირებულია თევზთან და წარმოებასთანო. თუ შეიძლებაო რომ გაესაუბრო. მოვიდა მაშინ ჩემთვის უცნობი ადამიანი ბატონი მალხას შუბალიძე ხო და მომიყვარო. აქვს გეგმა რომ საქართველოში დაიწყოს ზუთხის წარმოება, გაშენება, გამრავლება და ეს ყველაფერი გადაწყვეტილია რომ მოხდეს კინტრიშის ხეობაში. ოღონდ გარემოს დაცვის სამინისტრო არ მაძლევს საშუალებას რომ ეს განმოხორციელო. იმიტომ რომ ამბობს რომ ჩვენო გვაქვს შემთხვევებიო რომ ბალასტის იღებდნენო არა გვჯერაო რომ ფერმა უნდა ააშენოთო და თქვენო გაქვთო ასეთი აზრიო რომ ვითომ ფერმის აშენებისო ქვეშო მთელი კინტრიშის ბალასტი ამოიღოთო დაცული ტერიტორია არისო და მაგისო უფლებას არ მოგცემთო. არ ვიცნობდი ახლა მე მაშინ ბატონ მალხაზის და ვინაიდან ისეთმა ადამიანმა დამირეკა ბატონი ჟიული შარტავაშვილმა ბატონმა ირაკლიმ რომ არ შემეძლო რომ არ დამეჯერებინა იმ ადამიანისა ვინც მათ მთხოვეს რომ შევხედროდო. დაურეკე გარემოს დაცვის სამინისტროში ჩემი ძველი მეგობარი კაცი იყო მაშინ კოლეგა თემური მურღულია და უთხარი თემურ მეთქი იმისთან ადამიანია მოსული მაგი ვარიანტი არაა თქო რომ
იტყუილებოდეს მეთქი რამეს და რაღაცა ბალასტი აინტერესებდეს თქო. ხო და დავიცი ახლა თუ შეგვიძლია მეთქი ჩვენ რომ რეკომენდაცია მივცეთ სამინისტრომ მეთქი ან თქვა პირადი რეკომენდაცია რომ ენდოთ რომ ეს ადამიანი არ მოიტყუილება ნუ შეუშვათ მეთქი ხელს დიდ საქმეს აკეთებს მეთქი და ჩვენ სოფლის მეურნეობა სჭირდება მეთქი ეს ზუთხის წარმოება და გამრავლება და გაშენება და ყველაფერი თქო. თემურიმ ირწმუნა ახლა ჩემის იმიტომ რომ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ჩვენ და მისცეს ეს ნებართვა და ალხაზიმ საოცრება აშენა რა. საქართველოს სიმდიდრე არის ნამდვილად და ჩვენ ახლა იმედია უკვე თქვენ გვანახებთ აი ამ აუზებში როგორ იზრდებიან და როგორ მრავლდებიან ქართული ზუთხის წარმომადგენლები. ლუკა ბატონო, ჩვენ ვართ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის. ჩვენი მიზანია რომ რასიკეთაც ხდება ქვეყანაში ან თუ რაიმე საკითხია გადასაწყვეტი, ხელი შეუწყოთ ადამიანებს, ორგანიზაციებს და ხალხს და ხელისუფლებას შორის კავშირების აღდგენას და დაახლოებას. ეს მაგალითი, რომელიც მე მოგიყევით, ეს ერთი არის ჩემი ბიოგრაფიიდან, როდესაც უცნობი ადამიანი მოვიდა და მაშინ ვირწმუნეთ რა მალხას შუბალიძის გეგმებში, აი ეს შედეგი მიიღო საქართველოს. ნამდვილად დიდი სიმდიდრე არის მთელი ქვეყნისა და აჭარისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა აჭარაზე ვიღებთ პატარა ფილმს და გვინდა რომ ეს ყველაფერი გავაშუქოთ. ამიტომ ჩვენ დიდი ყურადღებით ვისმენთ თქვენს მონათხრობს და გთხოვთ მოგვიყვეთ ამ აუზებში რა ხდება. ესე კონკრეტულად ეს არის 1000 კვადრატიანი აუზები, სადაც ჩვენ განაწილებული გვყავს სადედე ჯოგი. ანუ კონკრეტულად აქით ყავს მესამე, მეორე და მეოთხე სტადიაში მყოფი თევზები. ანუ ზუთხის ციკლი გრძელდება 4 სტადიას, მეოთხე სტადია უკვე მომწიფებულია ხიზილალა. თუმცა ზუთხი ყოველ მეორე წელს გვაძლევს ხიზილალას. ანუ აქით მარჯვნივ ყავს უკვე მომწიფებული ზუთხები, რომლებიც უკვე მზადა როგორც საინკუბაციოდ, ისე ხიზილალისთვის, საკვები ხიზილალისთვის. აქით უკვე ყავს ისეთი ზუთხები, რომლებიც უფრო მოგვიანებით ან შემოდგომაზე, ან საერთოდ მომავალ წელს მოგცემს ხიზილალას. ანუ მათი განცალკევება არის აუცილებელი. ამას ჩვენ ვამოწმებთ როგორც ბიოფსიით, ასევე ეხოსკოპიის აპარატით. ამის შემდგომ უკვე ხდება ინკუბაცია და უკვე ხდება საჭმელი ხიზილალის გამზადება. თუ არ მივიდა ზუთხი მეოთხე სტადიაში, ანუ დამამთავრებელ სტადიაში აზრი არ აქვს არაფრის გაკეთებას, არც ინკუბაციას და არც საკვები ხიზილალის. მეოთხე სტადიას რამდენი ხანი ჭირდება, რამდენი თვე ან ყოველ 2 წელში გვაძლევს ზუთხი ხიზილალას, ანუ 1 წელს თუ ან წელს თუ მოუწეველეთ დავიღეთ ხიზილალა მოსავალი, ანუ 2 წელი დაგვჭირდება, ანუ 1 წელს ჩაგვიგდებს. მეოთხე სტადია ითვლება რომ 2 წელი უნდა გავიდეს, რომ მეოთხე სტადიაზე მივიდეს. 2 წელი როცა გადის, ესე იგი მეოთხე სტადია, ну შეიძლება დაუგვიანდეს, მაგრამ საშუალო 2 წელია რა. 2 სეზონი. აი, რაოდენობა რამდენი ახლა მაუზებში? აი, რამდენი ცალია? ან ზომის მიხედვით ნაწილდება ეგეც. დიახ. კონკრეტულად ახლა აქ ამ 1000 კვადრატში ჩვენ გვყავს 1000 წალამდე 10-დან 12-13 კილოგრამამდე ზუთხები. ნუ აქით უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ ზუთხის ზომა თვითონ დიდია. ამიტომ ყოველ აუზში არის სხვადასხვა რაოდენობები. ეს ყველაფერი ყველა თევზი რითი იკვებება, რომელ საკვებს აწვდით? ნუ საკვებსაც გააჩნია ეხლა, იმიტომ რომ არის ბაზარზე სხვადასხვა საკვებები, არის ბიომარის, კრეტინგი, ალერი, ბევრია ძალიან. ნუ იქ განსხვავდება ხარისხებითაც, ახლა ქართული საკვებიც არის, მაგრამ ქართული საკვები მაინც ახალია და სატესტო რეჟიმში ვცდილობთ რომ გავიგოთ რა შეუძლია რეალურად. ნუ ვცდილობთ ქართულზე და ქართულ ნაწარმზე გადასვლას ვარიანტში თუ იქნება ის ხარისხი, ნუ რაც სხვაგანაა. ჩვენთვის ახლა მაგალითად ნუ ბიომარი მაინც პირველია რა. სადაური საკვებია? საბერძნეთიდან ბერძნული. რასამობენ, ვინც ამ თევზს გასინჯავს ან ხიზილალას გასინჯავს? ყველა რა ისმის მათგან? ნუ ყველა თოვანება ისმის და ყველა იმას ამბობს, რომ საქართველოშიც გვიჭამია სხვაგან ზუთხიც, კალმახიც, ორაგულიც, მაგრამ ნუ კინტრიშის დაცული ტერიტორიები მაინც თავისას შვება. საუკეთესო კინტრიშის არის მოკლედ. და ერთი უდიდესი პლუსი ჩვენ მეურნეობას რაც აქვს, ეს არის, რომ აუზიდან აუზში წყალი არ გადადის. ყველა აუზს მიეწოდება, ანუ საკუთარი შემოსული წყლები აქვს, მილები, რომლებიცაც შემოდის და გადის. ანუ აუზიდან აუზში არც წყალი, არც ფეკალი, არც ნარჩენი არაფერი არ გადის საერთოდ.
არხში ბრუნდება და არხის მეშვეობით უკვე მდინარეს უბრუნდება. რამდენი აუზია სულ სასახლეა ჩვენ ხედავთ? 26. 26 აუზი. ის რა შენობებია მაგლა? ზემოთ იმ შენობებში მაგალითად პირველ სართულზე არის საწყობი, სამაციურე ოთახებით, მეორე სართულზე უკვე პერსონალი სადაც იკვებება. შემდეგი ოთახი დაცვისთვისაა და განაწილებულია. ლაბორატორია თქვენი გექნება ალბათ. ხიზილალას სადაც ვაკეთებთ ანუ ცეხს, ისიც მეორე სართულზეა. ხიზილალასაც მოვაკეთებ. საოცრებაა რა. აი თუ გადავიღებთ ახლა ამასაც აი კონკრეტულად ეს აქ რასაც ხედავ. კონკრეტულად ეს აქ რასაც ხედავ კონსტანტიებში ეს არის ანუ უკვე ბოლომდე მომწიფებული რა. საინკუბაციოდ გამზადებული. ეს სამკუთხედი რატო გაკეთებული ესეთნაირად? გამოყოფილი რო იყოს სხვა თევზებისგან. ეს ნახან მომწიფებულია მაგიტომ. კი, ეს ბიოპსია გავუკეთეთ, ეხოსკოპიაც გავუკეთეთ და შევარჩიეთ ლიდერები და გადმოვსვით აქ. დამჯერები არიან ზუთხები? ადამიანს წნარები არის. არ უშინდებიან? არა, ხო. დიდი მადლობა. არაფრის. ბატონო ლუკა, ჩვენ აქტუალნებულები ვართ მადლობა. თქვენი შრომით ბატონი მალხაზის, ბატონი მამუკას ჩუბალიძეების ოჯახისა, რომლებიც ასე დიდ საქმეს აკეთებენ საქართველოსთვის და აჭარისთვის. სასახელოა ნამდვილად ჩვენ ახლა ვხედავთ როგორ შეიძლება რომ აყვავდეს თლიანად საქართველო. ერთ-ერთი მაგალითი აი ეს მეურნეობაა. მადლობთ. მადლობა თქვენ. იყო საზოგადოებრივ ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ეცვლობენამდე და მე მისი ავტორი და წამყვანი მიხეილ ანტონაძე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.